დიდი ხანი არაფერი ქონია მოზარდებისთვის. მარჯანი არის პატარა გოგო 79 წელს. დაწერილია ადამიანის მიერ, რომელიც დღესდღეობით უკვე აღარ ცხოვრობს ირანში. როგორ ახერხებს, რომ ბეწვზე გაიაროს. ის არის გემოვნება ჩემი აზრით. ამდენი სიყვარული ირანის მიმართ არც ერთ წიგნში არ წამიკითხა. ძლიერი ქალის ხმა არის ზოგადად ლიტერატურაში. მთელი ირანის ისტორია არის ასე დაწნეხილი ამ პატარა არც ისე დიდ წიგნში. ჩანს ასევე ევროპელების სტერეოტიპები. რომელიც ახლა რაღაცას აპროტესტებს, იმიტომ რომ თავი ეკავება და არ მოსწონს და არ უნდა ამ თავსაბურავის დარება. და რცხვენია, რომ მამას ყავს კადილაკი. ჩვენ ვიცით, როგორ ტრაგიკულად გაგრძელდა მერე ეს ისტორია, ხო? და ამ ბავშვმა, ამ პერსონაჟმა ჯერ არ იცის. როგორ შემოდის ეს სიტყვები, მოღალატე, დამნაშავე, დასაჭერი და ასე შემდეგ. ყველა გვერდზე, ლამის ყოველ გაშლაზე წიგნის ახალი ამბავი ხდება. ეს წიგნია მარჯანის სატრაპის პერსეპოლისი.